7 წლის წინ დოლჩე და გაბანამ ჩანთები ყველასთვის მოულოდნელად ამ ფორმით აჩვენა. ჩანთები პოდიუმზე დრონებით შემოფრინდნენ. მოდის ექსპერტი რომ არ ვარ ეს ზუსტად ვიცი. შესაბამისად არ მგონია იფიქროთ რომ გავგიჟდი. მაშინ როცა ოვალური კაბინეტის პირდაპირ შემდეგ სოფლიო იმაზე მეტად შეიშალა ვიდრე მანამდე იყო და როდესაც ნახევარზე მეტი საქართველოს თოლშია ჩაფლული, პოლიტპატიმრებით ისევ გავსებულია ივანიშვილის ციხე, ბატონი თემური ისევ შიმშილობს, მედიის და ყველა ვინც რუსული ოლიგარქის მხარეს არ არის დევნა გასმაგებულად მიმდინარეობს და არსად არის სამართლე ყველგან პოლიცია ჩანთებზე სასაუბროდ მოვიცალე. არა პირიქით. 7 წლის წინანდელი ამ ვიდეოთი მინდოდა მეჩვენებინა როგორი უუნარო მამნებელი და კორუმპირებულია საქართველოს მიმტაცებელი რეჟიმი. ლამის ნახევარი საქართველოს თოლმა დაფარა და ამათ დრონებიც კი არა ვერტფრენდს ვერ აფრინეს თავის დროზე. ხოლოდ 28 თებერვალს გლახა პიარისთვის ვითომ ხალხს მზრუნველებმა შემოუფრინეს სავარაუდოდ ოზურგეთს. არავის გაუკურდება თუ ვიტყვი რომ ამათი დამაშვრალი სახეების არ მჯერა. ან როგორ უნდა დავიჯერო, როდესაც ივანიშვილის კობახიძე სტიქიაზე დასმულ შეკითხვას გაურბის და არალეგიტიმური პარლამენტის თვითმარქვია თავმჯდომარე ამას ამბობს. გურიაში სტიქიაზე უნდა კითხოთ, არაპირად გურიაში ჩასვლას ბატონო ირაკლი. სტიქია გრძელდება, სტიქია რა თოვლი არის. ვინმე პაპუაშვილის ამ სამარცხვინო არაადამიანური განცხადების შემდეგ მეორე დღეს მთელი სახელმწიფო პროპაგანდა დაირაზმა. ინტერპრეტაცია იყო. თავის გასაპრობოდ კომენტარი თავად პაპუაშვილმა გააკეთა. რაც მან ვერ თქვა, პროპაგანდის რუპორმა თქვა. რთული კლიმატური პირობების გათვალისწინებით ხელისუფლება ოპონენტებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. მმართველი პარტია ამბობს, რომ ახლო საზოგადოების ერთიანობის და პრობლემაზე კონცენტრირების დროა. მოვბრძანდით. მე მგონი ახლაცი აღარ მოვხდები. საზოგადოებამ ერთიანობაც აჩვენა და სოლიდარობაც. თოლში გამოკეტილ თანამოქალაქეების დახმარების ხელი პირველებმა მოხალისეებმა გაუწოდეს და დრონებიც აამუშავეს, რომ მიუვალ ადგილას საკვები და მედიკამენტები მიეწოდებინათ. ამ დროს თქვენ ოზურგეთში შტაბობანას თამაშობდით, ფოტოკამერების წინ პოზიორობდით. მეტი დამაჯერებლობისთვის ორბელენის სასახლეების გმური თქვენო პრეზიდენტს ეძახით შტაბში ჩაიყვანეთ და ჰოის საოცრებავ. ივანიშვილის მიერ ჰაბიტუსის გამო მოწონებულმა სიმართლე თქვა. ესეთი სტიქიისგან დაზღვეული არავინ არ არის, მთავარია შემდეგ როგორ რეაგირებდა. ვითომ პრეზიდენტთან ერთად კადრებში რომ ჩანს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ვითომ მთავრობის, ვითომ თავმჯდომარეა. მას მოგვიანებით მიუბრუნდები. მასთან ერთად გულსარ დავწყვეტ თბილისის მერად წოდებულს, მას ზამთარს და არ მხოლოდ გავახსენებ. რაც შეეხება რეაგირებას რეჟიმის საუკეთესო ჰაბიტუსის შიდა კონკურსში გამარჯვებულმა რომ ახსენა. რომელი რეაგირება? სტიქიიდან მე-6 დღეს რომ შექმნით ეგრეთ წოდებული შტაბი და მხოლოდ 25 თებერვალს რომ იყიდეთ 3 თოლმავალი? ეგ რომელი თოლმავალია? ბაკურიანში თითქმის ყველა ოჯახს რომ ყავს? ან სად იყიდეთ, ან მანამდე რამდენი ყავდათ? აზრად არავის მოგწოდათ რომ ბაკურიანში მოქალაქეებთან მისულიყავით და გექირავებინათ? თუ მაგ შტაბობანას არ უხდებოდა. იმ შტაბობანას პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გაბუნძულებული თალაკვაძე რა ნიშნით ესწრებოდა? რადგან ოზურგეთის ვითომერი ძმა, იქნებ სხვა ოზურგეთელებმა უკეთესად იციან რა სჭირდებოდა თოლში ჩარჩენილებს. მივხვდი, ურანი უნდა გაეტესტა. თალაკვაძეზე ბევრს ვერ ვილაპარაკ, მაგაზე დროის დახარჯვა არ გის. მისამ გლახა პიარზე პასუხი ეს არის. რა გითხრათ მეგობრებო, კაი საქმეზე რო არ მიდივართ ვინცხებთ. ეს კაცი არის გარდაიცვალა, რომელიც სახლის მეზობელს რო ეხმარებოდა და ჩამოინგრა და თითოეული იღუპა. მაგასთან იყო ხალხს ეკითხებოდა რამე ხომ არ გინდაო. დღეს ავიტანეთ სასახლე იმ კაცისთვის, რომელიც მეზობლის დასახმარებლად შევიდა და დიდი თოვლის გამო სახლით ჩამოინგრა და დაიღუპა. ეს ისტორია ყველას გექნებათ გაგებული. ხოდა დღეს გახსოვთ რა რიცხვია? შეგახსენებთ, რომ თბილისიდან ვართ ჩასული მოხალისეები. აქაური მუნიციპალიტეტი რატომ არ შეწუხდა? აქვე იმასაც დავამატებ, რომ მანქანით ბოლომდე ვერ ავედით და ბოლო კილომეტრ-ნახევარი ფეხით ავიტანეთ. ან საიდან მოდიოდა, ან სად მიდიოდა, ან მისი ძმის დაქვემდებარებაში მყოფი 1942 თანამშრომელი სად იყო სტიქიის პირველ დღეებში. ჯარს რატომ ელოდებოდნენ?
არ მოგეცმათ ოზურგეთის მერიაში 1942 ადამიანი მუშაობს, ლანჩხუთის მერიაში 1097. მონდომების შემთხვევაში სულ მცირე მერიის თანამშრომლები გაწმენდნენ ქალაქების ცენტრებს, მაგრამ არც ოზურგეთის და არც ლანჩხუთის და არც სხვა მუნიციპალიტეტის მერიები საკუთარ თავს არ ეკუთვნიან. ისინი ხომ საარჩევნო მაქინაციის ჭანჭიკები არიან და მერიაში დასაქმებულები უზურპატორის პარტიის აქტივი. მიტაცებულ სახელმწიფოში ადგილობრივი თვითმმართველობა ხომ ისეთივე ფიქცია, როგორც სხვა ყველაფერი. ერთადერთი ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც ივანიშვილის გრუზიაში ფიქცია არ არის, წალენჯიხის მერია, სადაც ისევე მივიდა ამინდის გაუარესების შესახებ ცნობა, როგორც აჭარის, გურის, იმერეთის და სხვა რეგიონების მუნიციპალიტეტებში. და რადგან წალენჯიხის მერია მართლა მერიაა, მოაბილიზეს ყველა სამსახური და მოქალაქეებს დიდთვალობის გამო პრობლემა არ შექმნიათ. ამ ურთულეს ვითარებაში სიტუაცია შესაძლოა მარტივი ყოფილიყო, რეგიონები თვითმარქვია ცენტრის მითითებებს რომ არ ელოდებოდეს. ახლა მაინც გასაგებია, რატომ არის საჭირო გამჭვირვალე არჩევნები და არა ისეთი რეჟიმა რო ჩაატარა? ოდიში ყველასთან, ვისაც სტიქის გამო სახლი დაენგრა, უსახკაროდ დარჩა, დღემდე გაურკვეველ ვითარებაში და არც ის იცის ხო არა იქნება. ახლა მაინც ხო ხვდებით, რომ ივანიშვილის რეჟიმი მხოლოდ საარჩევნო მასად გიყენებთ. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არის გამოწვევები, რომელიც უკავშირდება დიდი რაოდენობით მოსულ თოლს, თუმცა აქაც არის პროგრესი და ტემპიდან გამომდინარე კიდევ უფრო მეტი პროგრესი არის დაგეგმილი. რუსი ოლიგარქის ქართულში დაფრთხიანებულის ამ კომენტარიდან ვერაფერი გავიგე. თვითმარქვია მინისტრმა ალბათ თავად იცის რისი თქმა უნდოდა. ისე კი შეგახსენებთ, რომ ის ყველაზე დიდ ბიუჯეტიანი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრად იწოდება. გზები, ინფრასტრუქტურა, ხიდები, ყველაფერი მას ეკუთვნის. რიონზე ხიდი რომ ჩაინგრა, მისი პასუხისმგებლობაა. იკოთი რომ ამ დრომდე არ დასრულებულა ისიც, აშენებული ბურჯიც რომ ააფეთქეს ისიც, გზების დეპარტამენტიც მას ეკუთვნის, აის დეპარტამენტი ჰიდრომეტცენტრიდან შეტყობინება რომ მისდის, ამინდის გაუარესების შესახებ, მაგრამ მერე რა რომ მისდის, ის ხომ არაფერზეა პასუხისმგებელი, როგორც ვითომ პრემიერი და მისი ვითომ მინისტრები. მთავარი პასუხისმგებელი კი დუმს, როგორც ყოველთვის, მას მხოლოდ მისი მილიარდები ადარდებს. როდესაც რაჭაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია დავივიწყოთ 1 წლის წინ აქ დათრიალებული ტრაგედია. 2023 წლის 3 აგვისტო მოუშიშრებელ იარად დაგვრჩება. სტიქიამ, რომელიც შოუს დაატყდა თავს, ადამიანების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე იმსხვერპლა. ასეთ დროს განსაკუთრებით ვიაზრებთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ერთიანობას. როდესაც მთელი ქვეყანა ერთად დგას, ხალხი სიტყვის თქმის გარეშე ამხნევებს ერთმანეთს და თავს დამხმარ ტრაგედიას ისე ღირსეულად გლოვობს, როგორც მხოლოდ ქართველს შეუძლია. არც კი ასულა შოუში, ერთხელაც არ ასულა. ეს განცხადებაც ამბროლაურში გააკეთა შოუიდან შორს. არც ისე შორს. წინასაარჩევნოდ კიდევ ერთხელ დააბოლა ხალხი ერთიანობაზე. მე რა რომ შოუის ჯოჯოხეთზე დღემდე მისი დანაშაულებრივი სინდიკატიდან პასუხისმგებელი არავინ არაფერზეა. ოჩაღრა მაგარი ბიჭი ხალხი ერთმა გადაგარჩინოს. მე რომ ათეულობით დოკუმენტი და სპეციალისტების კვლევა არსებობს, რომ სტიქია შოუში მოსალოდნელი იყო, მაგრამ არც საევაკუაციო გეგმა და არც წინასწარი შეტყობინების სისტემები. ეს რომ მაინც ყოფილიყო იქნებ დაფიქსირებული იყო ღვარცობის დაწყება და განგაში გამოცხადებულიყო. დღემდე არავინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ რეჟიმის ფეხებზე მკიდია პოლიტიკის გამო მდინარე ბუბაზე ბოლომდე არ აშენდა ჯებირი. რომ ყოფილიყო ეს ჯებირი, იქნებ გადარჩენილიყო მამისონის კოტეჯის ყველა ბინადარი, ისევე როგორც გადარჩენ კალადის მეგობრის წულაიას სანსეტის დამსვენებლები. წელს იწყება უკვე ასეთი სისტემის ჩამოყალიბება და 2-3 წლიან პერსპექტივაში საქართველოში მთლიანად იქნება გარემოს ნაწილში დაფარული სწრაფი შეტყობინების სადგურებით, რაც ძალიან ბევრ ინფორმაციას მოგცემს და პრევენციისთვის იქნება. 2018 წელს შემი განცხადება, რომ შეიქმნებოდა ადრეული გაფრთხილების სისტემა. სპეკულირების საგანი გახდა. გეოლოგიური საფრთხეების შესწავლასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სტიქის შემდეგ სამაშველო ოპერაცია არაკოორდინირებული იყო. შოუში დაგვიანებით მისული მაშველებს სპეციალური აღჭურვილობაც კი არ ჰქონდათ. სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო. შებიდებისთანავე კი საერთოდ შეწყდა. გომელაური მაშინაც ივანიშვილის კარის შინაგან საქმეთა მინისტრად იწოდებოდა. ისიც კი თქვა
არ იყო საჭირო ღამით პილოტებს გაერისკათ ფრენაო. არც ვეთფრენი, არც მაშველი, არც დრონი. სიკვდილს გადარჩენილი ადამიანები მთელი ღამე მარტოები იყვნენ ტყეში. შოუის ტრაგედიას 32 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ერთი ბავშვის ცხედარი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი. დილის 6 საათზე სამაშველოსთან ერთად ვიპოვნეთ მიცვალებულები, ამოვასწრებთ და ვეთფრენს. კი. სამაშველოსთან ერთად ამოვასწრებთ, ეს ხაზი ერთად დავასწრებთ, აკო ვეთფრენი უნდა მოსულიყო და გადაეყანა. და ისევ აქ დავხდნენ, ხელისგან ზიზგულზე მიცვალებულები პარკებში გახვეულები არიან და ტოვებულები უპატრონოდ. რეჟიმმა ისიც კი იკადრა, მაშინ კობახიძის პირით ეს ეთქვა. ასევე სპეკულაციები, არ ვიცი, რაღაც არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცობს. რაც არის, წარმოუდგენელი ტყუილი. რატომ იყო საჭირო ერთი ნაბირი და მეორეზე გადასვლა, ეს არ ვიცი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაბირზე დარჩენა. ამიტომ გადასამოწმებელია ეს ყველაფერი, არ ვიცი, მე უბრალოდ ვერ გეტყვით ვერაფერს. რაც არასოდეს გინახავს და განგიცდია, ყველაფერი ტყუილი გგონია. კიდევ კარგი რომ მარიკა გუტაშვილს არ დააბრალეთ, რომ შოუის ჯოჯოხეთში ოჯახის 9 წევრის დაკარგვა მათ შორის 2 დაძმის ტყუილი იყო. შოუის ჯოჯოხეთი დღემდე დაუსრულებელი და მოუშიშებელი ისტორიაა. შოუის ჯოჯოხეთზე ბევრი რამე დაიწერა და ითქვა. მე პირადად არა როგორც მხოლოდ რაჭოს, არამედ როგორც რიგით მოქალაქეს და ალბათ ჟურნალისტად ამ ჯოჯოხეთის ისტორიიდან ერთი კადრი არ ამომდის მეხსიერებიდან. მე დილესაკეთას მუშაობ. ახლა ამ ბახილებიანის არც სახელი მახსოვს და არც გვარი, რომ მოვიძიო რას ცulis. ის ხომ რეჟიმის სახია, ბახილებიანი ადამიანი შოუის მისადგომებიდან ივანიშვილის რეჟიმია, რომელიც ჟურნალისტს ებლატავებოდა. იმ ჟურნალისტს, რომელმაც არაერთი ჟურნალისტური გამოძიებით რეჟიმი ამხილა და გააშიშლა. ეს ბახილები თუ ტალახისგან დამცავი რაღაც ამ რეჟიმის არსია. ხალხის ფეხებზე დაკიდების ხილული ამბავი. მათ ხომ არც გურია არჩოვი არ ეხებათ. ასე პირდაპირ მაშინ მას ვერესხეობა არ ეხებოდა, ვისაც ეხებოდა ივანიშვილის მაშინდელი პრემიერი, კორუფციაში და ხალხის დარბევაში არაერთხელ მხილებული რეჟიმის თავკაცის ყველაზე მოქნილი თოჯინა ირაკლი ღარიბაშვილია. ერთი ვერტალი ოცნებია, რა შეიძლება გალაქსი რომ იყოს. თბილისის მაშინდელი მერი ნარმანია ახლა დიდი ხელფასით თანამდებობაზე თბილად არის. მერია რომ 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიამ 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მერია რომ უხნელეგზე გარბოს დაცვის სამინისტრომ შეტყობინებები გააგზავნა. მერია რომ ხალხი შულას ითხოვდა და დახმარება გვიან მივიდა. რეჟიმს ხომ არ შეხებია ისევე როგორც შოუი და გურია. ვერესხეობაზე არა, მაგრამ ვაკის პარკის ტრაგედიაზე ვინაგებს პასუხს. მერია რომ გაუმართავ როზიადრე პიარისთვის გახსნის შადრევანს, რომელიც დღემდე გამორთულია 13 წლის მარიტას სიცოცხლე შეეწირა. გადააგორა. ყველა მანქანა ჩართო და გადააგორა. რიგითი მკვლელი მერის გადასარჩენა დარაზმული პიარის მანქანა, როგორც ბოროტების მსახური, ვერ ახერხებს თავისი ნამდვილი ბუნების დამალვას, რაც დეტალებშიც კი ყვირის. შეუძლებელია ამ ფოტოს ნახვისას უფროსების ვნებებისა და ცოდვების მსხვერპლი ბავშვებისადმი მიძღვნილი სკანდალური ფოტოპროექტი არ გაგახსენდეს. ყოჩა გამხანაგებო, კრისტალური ნაკრები ხართ. შესაბამისად, თავრობა დასრულებულია. მერი კალაძეს ამ ქალაქისთვის საცცალია კორუფციაში და რეჟიმის მარიბელი რაზმების ხელშეწყობა დაფინანსებაში არაერთხელ მხილებული, მხოლოდ პიარისთვის იცლის. ისე თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ მარის ხელითაც ყრიდა თბილისის ქუჩებში და კოვიდის დროს საერთოდ სარეცხის საშუალებებით ხერხავდა. თუ თვითმარქვია ცენტრი არ არის პასუხისმგებელი არაფერზე, რატომ უნდა აგოს პასუხი რამეზე ავტონომიის მთავრობის თვითმარქვია თავმჯდომარემ? თან თუ კალაძის პროტეჟე ხარ და მისი ენერგეტიკის მინისტრობის დროს აღზევდი. მერა რომ იმ ქალაქში, რომელსაც ის პარტიული ბოსების კურთხევით 2018 წელს დაეპატრონა, წვიმისას ყველაფერი იტბორება. მერა რომ ოცნების ქალაქი სიკვდილის ქალაქად იქცა. მერა რომ თხრილში ბავშვები დაიღუპნენ. იმ თხრილში შემოღობილი რომ იყო კაფსულის ჩადებისას. ამ პარტიულ უგემოვნო ღონისძიებაზე 200.000 ლარი დაიხარჯა. პროპაგანდამ ხო გააშუქა ზარზეიმით. და რადგან ასია გარუსებული ბათუმის ვითომ საკრებულოს ვითომ წევრი,
ამის თქმის უფლებასაც მისცემს საკუთარ თავს. მე რა რომ ეს საკუთარი თავი მას არ ეკუთვნის და რეჟიმის საკუთრებაა. წინააღმდეგი ვიქნები, რომ 4 დღის გამო ვიყიდოთ ჩვენ 10 და 20 მილიონიანი ტექნიკა და დავაყენოთ 4-5 წელი ტყუილა და კიდე მისი შენახვისათვის ვიხადოთ ხარჯები. ეს არის არასწორი. როდესაც ეს არავინ და სხვა არავინ მოლაპარაკე თავები ლაპარაკობენ, იცოდეთ რომ ის რეჟიმის თავკაცი ლაპარაკობს. ქვეყნის მიმტაცებელი და უზურპატორი. გაიგეთ ადამიანები, ვისაც ჯერ კიდევ არ გაგიგიათ. რეჟიმი არასოდეს ყოფილა ხალხისთვის და არც იქნება. რეჟიმი მხოლოდ წყლის ჭავლის ახალ მანქანებს ყიდულობსო, თქვენი შვილები და ყველა ვინც მათ მხარეს არ არის, ხარებას კადიროველებმა დაარბიონ. რეჟიმი იმისთვის არის, რომ სარესტორნო მომსახურებაში და მივლინებებში თქვენი ჯიბით შევსებული ბიუჯეტიდან ხარჯოს და იგულაოს. ეს სერბეთია სერბი ხალხის პროტესტის სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ. 2024 წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი საჩი რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რომელსაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. აქციის მონაწილეების თქმით, გრება კორუფცია და არასათანადოდ შესრულებულმა სამუშაოებმა გამოიწვია. მომხდარის გამო ბრალი წაუყენეს 13 ადამიანს, მათ შორის სერბეთის ტრანსპორტის მინისტრს, რომელიც რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამოგრევიდან რამდენიმე დღეში გადადგა. ბოლოს კი საერთოდ პრემიერი გადადგა. ამ ჩამოგრევაზე ვარკეთილის მეტროს ჩამოგრევა გამახსენდა. სრულიად შემთხვევით გრევას მსხვერპლი არ მოხოლია და თუ არ მოხოლია, მერიკალაძე ხომ არ გადადგებოდა, მაგრამ ვაკის პარკი 2013 წლის 21 ნოემბერს რიგაში საბაჭო ცენტრი ჩამოინგრა. გრევას 57 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. რამდენიმე დღეში ლატვიის პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და თანამდებობიდან გადადგა. ელოდებით რომ რეჟიმი რამეზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებს, ან მორალი აქვს, არა რეჟიმი თავისი არსით არაადამიანურია. ეს ის რეჟიმია, რომელმაც ადამიანს უფრო მეტი დამცირებისთვის საკუთარი შარდის წასმა აიძულა სახეზე. ეს ის რეჟიმია, რომელიც ახლა მხოლოდ საკუთარ ანუ ივანიშვილის უსაფრთხოებაზე რომ ზრუნავს და უფრო თავისუფლად რომ ისუნთქოთ, რეჟიმის კარის მილიციის ეგრეთ წოდებული სამინისტრო ბახო გომელაურის ხელმძღვანელობით 6.796.092 ლარის ღირებულების, მოწყობილობების და პროგრამულ უზრუნველყოფას ყიდულობს იმისთვის, რომ თქვენ მობილურ ტელეფონში, კომპიუტერში თუ სხვა ციფრულ აპარატურაში დაცული ინფორმაციის საკითხვა უკეთესად შეძლოს. დღეისათვის სულ ეს იყო, რაც მთავარია ადამიანური ტრაგედიები თქვენ ხომ არ გეხებათ და რაც მთავარია თავისუფლად სულთქავთ.